მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა იწყება სოფელ, რა ქვია სოფელს? გიორგი წმინდა, იცით წმინდადან, გიორგი წმინდაში ოჯახია, რომელსაც ჩვენ ხბავაჩუქეთ, გადავიღეთ რაღაცები, იცით ეს ოჯახი და ეხლა დაგკარჩდა ქსოვრელების ოჯახი, 5 შვილიანი. გამარჯობათ ბავშვებო. გამარჯობა. და ქალბატონი? ხათუნა. და მალხაზი. ხათუნა და მალხაზი. არ შეიძლება გუგლად უყურო ახლა აქ რა გაჭირვებაში ცხოვრობს ეს ხალხი. თქვენ პროფესიით ვინ ძანდებით? მე არაფერი 10 კლასი მაქვს დამთავრებული. მე საშოფროზე სწავლობდი, მაგრამ არა მაქვს ბოლომდე დამთავრებული. მოდით აბა დავათვალიეროთ რა. ეს რა არის? აქ საცხოვრო. შუქი გააქვთ? კი. ტელევიზორი გააქვთ? კი. თქვენ სოციალური დახმარების პროგრამაში ხო ხართ? არა მომიხსნეს. რატომ მოგიხსნეს? რატომ მომიხსნეს და მეუღლე არის უკრაინის მოქალაქე ხო. და პასპორტი ვერ გავაკეთეთ აქ. რატო? საქართველოს პასპორტი რო. იქ უნდა 300 ლარი მოგთხოვეს თანხა რო მოქალაქეობა მიიღოს მეუღლემო 300 ლარი უნდა. შენ თქვენ ხართ უკრაინის მოქალაქე? ვიყავი. რა დროს უკრაინის მოქალაქეობა? არა, მაშინ როგორ იყო ბატონო ვიცი, მე რო იქ ვიყავი უკრაინის მოქალაქე ცოლშვილი ხარ. ეს მეორე ცოლშვილია ჩემი. აი ხედავ. ხო და იქ დამეღუპა შვილები და მე უკვე ვეღარ გავჩერდი. და ესე გული ამიცრუდა რო წამოვიღე იქ აქ აღარ დავიდები მე გული. აქ რო ვიყავი 2 წელიწადი ისე ვიყავი ჩემთვის მართლა. ხო. და მე გავიცანი ჩემი მეუღლე. ერთად და ოჯახი შევქმნით რაღაცა და ბოლოს რომ მივაკითხე გზანინადალადებზე. თუ გინდათო რომ გაგიკეთოთო 300 ლარი დაჯდებაო, 3 კვირაში გაგიკეთებდო და არა მაქვს ეს 300 ლარი. კაი, მოქალაქე არა ხარ, მაგრამ ეხლა გაჭირვებაა რეალური და შენ რატო არ გეხმარებიან რომ წესია ეგეთი? მე მქონდა, არა, მე მქონდა სოციალური და მეუღლე რო ნახეს რომ ოჯახში მყავდა, რატომ არ შეიყვანეო და ფინანსი არა მქონდა მეთქი რომ შემეყვანა მე. ხო, რამეს მამა. კაი, მეუღლე გასაგებია, რომ ოჯახი ხო, როგორ ცხოვრობს ეხლა? სოციალური დახმარება ხო გეკუთვნის? ხო და არ რომ მაძლევენ. მიდიხართ იქ, ვინ გამგეობაში, რას გეუბნები? რომ მივედი, გავუკეთე პასპორტი და შევიყვან შენ მეუღლეს სიაში და მოგცემთ ისევ თუ არა და შენ რომ მოგცე საქართველოს მოქალაქე ხო გახარ? კი. რატო არ გაძლევენ შენ? მე მქონდა და მომიხსნეს. რატო მოგიხსნეს? რატო არ შეიყვანე მეუღლეს სიაში? ტაქსაჯეს? კი, ალბათ ეგრეა რომ რატო არ შეიყვანე მეუღლეს სიაშიო და არა მაქვს საშუალება. თუ 50 ლარი დაგიჯდებაო 80 დღეში თუ გინდა გაგიკეთოთო და არა მაქვს აი ფაქტიურად რომ ბავშვებს ურის პული და რაღაცა რომ ვიმასქნა. არა მაქვს ეს თანხაც. კაი, ჩვენი ტელეკომპანია დაგეხმარება თქვენ დღეს ახლა პასპორტის ფულს მოგცემთ. და მე ეგ თქვა თემა, ეგ პრობლემა მოგვარდა. კაი, მაგრამ მახას მუშაობსად მე? არა, უმუშევარ. მომისმინე ერთი წუთით ბავშვები შეიძლება გავიდნენ. გადიდეთ ცოტა ხანი. გადი ცოტა ხანი. თან მეუხერხულება. კიდევ ლაბადოთ ხალხი წესმის რა. რო იმუშაოდა რაღაც ბავშვები რო გააჩინე და რო არჩინო. ძალიან დიდი ბოდიში. არა, ვიცი კი ხო ბატონო გესმის შავლა, რა? მაგრამ მინდა მუშაობა, მაგრამ რომ მივიდე პასპორტი გინდაო. მომისმინე, აი რაღაცა რო ხელი გაანძრიო, შავმუშად რო წახვიდე, რაღაცა არ ეზარება, მე არაფერი არ მეზარება. აი დაბარვა ან რაღაცა. დაბარვა არის, აი მეზობლებიც რო დამიძახებენ, აი დაბარვა არის რაღაცა. ერთ 2 კაპიკს მაძლევენ რომ ბავშვების ის პურის პული რაღაცა მქონდეს. თორე შრომა არ ეზარება, ნახდათ არ ეზარება რომ აი ესე ვცხოვრობთ, ეს პატარა კიდე მომაკვდავი ყავდა და ეხლა წამოვაყენეთ ფეხზე. როცა საჭმელი უნდა, ეხლა არა გვაქვს ზუსტად. ხან 3 დღეა რომ შივრები არიან, ეს 2 ინტერნეტში მყავ მეყვანილი. რა ვქნა, თუ არაფერი გამოჩნდა, მოვდივარ ისე ხეცალი, ხან რა, ხან სადეძებ, აი როგორ ეძებ? აი მაგალითად ჯართებს ტვითავი რო არის, რო ტვითავი ხომ, ხან ერთ ადგილზე მივაკითხავ, ხან მეორე ადგილზე, რომ რაღაცა პულის პული გავაკეთო. თუ უნდათ ხო მეტყვიან რომ გვინდა. თუ არა და გევილი, გამევილი ან დატვირთო არის რაღაცა ან გადმოცლა ბავშვები არის. სკოლაში დადიან? აი ეს 2 სკოლა ინტერნეტში ხარ და ეს არ დაყოს, თუ არა მაქვს საშუალება. რამდენი წლისა ხარ ბავშვი? 11 წლის არის, 7-ის, 11-ის და 8-ის. დაგვყავდა აქ სკოლაში 64 რო გახდა ტრანსპორტი, ვერ ვატარე. გავა ეთერში ეს გადაცემა და იქნებ რაღაცნაირად დავეხმაროთ ამ კაცს რომ ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა. მე თანახმაა არაფერს. ეზოში რამე მოგყავთ? კი, ახლა ხომ ეტყანებია რაღაცა. ეს ვისია თქვენია ეს ბაღი? არ არის, არა, ამ ეს ქოხი ვისიც არის, ეზოც იმათ. ვინ არის ეგ?
და ვერ არ გვეუნებიან პატრონი დაღუპულია უგვითხრეს ძირითადიო და სიძე ყავსო. მოდის ეს სიძე? არ მოსულა რამე. სიძე 1-15-20 წელიწადია საერთოდ არ გამოჩენილა. კაი, ძვირფას ტელემაყურებლებო, ეს ნაწილი ამით დავამთავროთ. ჩვენ დაახმარებით ჩვენ ტელევიზიის სახელით ამ ოჯახს პასპორტის ამბავში და დანარჩენი უკვე შენ იცი. რითია კარგი აკრედიტაციის გარეშე, იმით რომ უცებ დაგერიკავენ და რაღაც პრობლემაზე გახვალ სწრაფად. ჩვენ დაგვირეკეს და გითხრეს რომ აქ ვიღაცმა ცუდმა სტუდენტებმა სცემეს სტუდენტები. აი ეს ჩვენ კარგი ნაცნობი უნივერსიტეტის დაცვის უფროსი, გამარჯობა. პატრულით აქ არის, სასწრაფოდ აქ არის. ეს უკვე მე რამდენი შემთხვევა. მე რამდენი შემთხვევა იგივე პიროვნებები მონაწილეობენ სულ თუ ამოიცანით? ეს არის დაცვის უფროსი, სახეზეც იცით, ვინ არის? დაასახეთ ამ. მე ახლოური. ხო, ახლოური ვიცი. ცენტრალური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ხო? და არის ხეჩიკაშვილი ერთი იურიდიული ფაკულტეტი. რა გააკეთეს? აბა მოყევი კარგად. დამშვიდი, ყველაფერი კარგად არის. მომწონს ძალის გამოყენებით წაგიყვანეს. მოწმებიც იყვნენ იქ სტაიანკის კაცები იდგნენ და ყველამ ნახა ყველაფერი. როდის მოხდა ეს ამბავი? 1 საათიც არ არის. ანუ ეს ქვალდასახელები ხო თქვი, ვინც არის? ვიცი, ვინც არიან ზუსტად. და რამე ცუც წერ მაგაძე თუ? ნუ მაგათი შეიძლება არასასიამოვნო. მომისმენ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ, პოლიტიკურ სიმპათიებს გამოხატავ. უბრალოდ წერ, რასაც ფიქრობ, ხო, ინტერნეტში. წერ ჩვეულებრივი რა ფაკულტეტის სტუდენტი? იურიდიული. შენ შეგიყვანეს? არა, მე პატურში დარეკვა მოვასწავლე, ტელეფონს მართვდნენ, გვერდზე გავედი და ველოდებოდი ამათ ამასობაში ამათ. და ჩვენი პოლიცია რამდენ ხანში მოვიდა? 5 წუთში მოვიდა უკვე. 5 წუთში მოვიდა, ძალიან კარგი. და ახკვეთ, ა? უკვე გამოუშვეს ესენი კაბინეტიდან, სადაც ტრანსპორტულად შეყავთ ხოლმე ხალხი. აი, იქ არის ეს კაბინეტი? აი, ვაჩვენეთ. ჰა? ვაჩვენეთ პატრონს. პატრონმა ნახავი. და ის ხალხი ნახა პატრონმა? არა, ვისაც ხელს ადებ. არა, არაფერი რეაგირება არ მოყოლია. ესენი ვინ არიან? ეს ახლოურები? თვითმმართველობის წევრები არიან 8 კაციდან დაახლოებით 3 ვიცით. რა მოხდა? ჰა? ცემეს გასაგებია, რა ქვია შენ? ეს ზიად მომფორია. ზიად მომფორია. მომისმინე და რატო გცემეს? ვინ ახარ? მე ვარ მეგობარი, ასე ვთქვათ, ჯგუფი არის, ასე ვთქვათ, სტუდენტური ბლოგი. ხო. და ამის ადმინისტრატორის და დღეს ერთად მოვდიოდით. სად? აი ჭავჭავაძეზე. მე? და ხელკავი გავუკავეს და ასე ვთქვათ, უთხრეს რომ გამოყვევიო რა. შენ წაყევი რა თქმა უნდა. შენც წაგიყვანა. არა, მე ძალით წამიყვანეს. მომათრე ძალით უთონიკამ წინადადება გაუწია მეგობარმა. კაი. და მე და ერთი ჩაგიყვანეს. შეგიყვანეს ოთახში. კი. და მე უშვერი სიტყვებით გლანძას ითხოვდნენ რამეს. ნუ ესეთი ის იყო რომ თვითმმართველობას თქვენ ეს ვერ მოჭამთ. ხო. გასაგებია, ანუ დაშინების მიზნით. კი, გვარი დასახელები იცი მათი? მე არ ვიცი. ეხლა რა ჭირს ამას? twin შერყევა აქვს თუ რა? ექსპრიაციები აქვს და შესაძლებელია წამოვიდეს. ხელი გირწყეს თუ ფეხი თუ რა? ჰიპერტენზიაც არის ხდება. და გაგდეს და ესე ქცემა 8 კაცმა? და მეგობარი გადამეფარა უბრალოდ თორე 8 კაცმა ქცემა 1 და 2. ეს ხდება უნივერსიტეტის შენობაში, ხო? შენობაში ხდება. უნივერსიტეტის შენობაში ხდება, ხო? შიგნით შენობაში. და დაცვამ გაატარა ეს. ხელგაკავებული რომ მიდიოდით. დაცვის წევრებმა დაგინახეს. კარებში ხო დგას ვიღაც დაცვა. ხო დგას ვიღაც დაცვა. აი ხა მე რო შევიდე, ხო გადამეღობება წინ ვინმე, აი შევდივარ. ვინმე ხო დამიჭეს ეხლა, აბა. სად არის აბა ეგ ოთახი? ოთახი მაჩვენეთ, სად არის აბა? სად არის აბა ოთახი? ამ ოთახში მოხდა ეგა? გამარჯობა. ვინმე არის იქაურ ეხლა? თქვენ მძანდებით თვითმმართველობა ხართ? აქ მოხდა ის რომ რამოდენიმე ბიჭი გალახეს. როდის გალახეს? როდის? დაახლოებით 1 საათის წინ. თქვენ აქ იყავით 1 საათი? თათბილობ 2 საათი. 2 საათი და არაფერი არ მოხდა რა, ხო? თათბილი მქონდა, შემოგვიყვანეს, გოგოებმა იფრეს გავიდეთო? ვინ გოგოება გცნობს ახეზე? შენ 2 საათი აქ ახარ და არაფერი არც ინციდენტი მოხდა რა, არ ჩხუბი არაფერი, ხო? პასუხს აგებ შენ სიტყვებზე. ყველა იძახით რომ აქ 2 საათის განმავლობაში არაფერი არ მოხდა რა. ყველა არ მოთათბის ვინც ისე. თქვენც იძახით რომ 2 საათის განმავლობაში აქ არაფერი არ მოხდა რა. არაფერი არ მოხდა რა, თათბილი. ინციდენტი რამე არ მოხდა რა. ფაქტი არა ნაცემები ვარ. კაი, გასაგები გავარკვევ მაგას, კაი. ჰა? დიახ, სასტრაფოდ მეც ვარ აცენ და სასტრაფოს მანქანაშიც ჩემი მეგობარი ხო. ძალიან სული რაღაცა ხდება უნივერსიტეტში, ძვირფას ტელემაყურებლობა. კამერები დგას აქ, ჰა? ჰა? ეგ მკითხე მეც. კამერები აყენიათ ვიცით აქ, ჰა? სამოთვალყურო კამერები არ აყენიათ, ხო? იქ იყვნენ ვიღაცა თვითმმართველობის წევრები და თქვენს რომ 2 საათის განმავლობაში აქ არაფერი არ მოხდა რა. დაგწინეს ბიჭო აქეთ. ეს რო გაიგეს პატრონში რეკა და მოსდიოდათ ხალხი პარალელურად, რო გაიგეს პატრონში რეკა და ეგ რა საქციელიაო ის რო რეკავს არ არისო. იმან უთხრა რომ ჩვენ იურისტები ვართ ყველანი და ესე იგი ესეც ბაო თუ რაღაც და
ნუ მაგ სახელთან და პატრულმა რა გააკეთა? გაართხეს და ოქმის შეადგინეს გაუნძებელი მოვიდა დაასტუკა წავიდა და კარგი. შემდეგი ამბავი ჩვენი გადაცემის რიფასტელმოყლო ქალბატონმა მოგელაძემ დაიბარა. მოკლედ ეხა ისტორია მოკლედ. მოგივიდათ ოფიციალური მათია მოგელაძემ, ანუ მისმა სამსახურმა გიორგი ამირანაშვილმა გამომიგზავნა წერილი. გავწევთ აბათ მამა ჩვენ. ქალბატონო მარიამ, თქვენს მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების სასარგებლო განხორციელების შემოწმებაზე ინფორმაცია გთხოვთ მინდან წლის 6 მარტს 14 საათზე გამოცხადეთ საქართველოს კომის ბალაში. თქვენ ინდმეწარმე ხარ? ინდმეწარმე. ანუ თქვენ გაქვთ კაფე, აქ ამუშავებთ. თქვენ 10000 ლარი გადაურიცხეთ. როდის გადაურიცხეთ? ხე გადაურიცხეთ 9 თებერვალს. და მოგივიდათ ეს წერილი მარტში. მომივიდა 5 მარტს ეს წერილი. მიხვედით. ჩამომართოს მობილური. ვინ ჩამოგართვათ? აი, შესასვლელში ჩამოგართვეთ. შესასვლელში დიახ. შევდივარ და ჟურნალისტები მეკითხებიან, რატომ მოხვედით ქალბატონო მარიამ, ვინ დაგიბარათ? ნუ აქედან გამომდინარე რომ მათ აქვთ ინფორმაცია რომ მივიდა ქალბატონი მარიამი ამ დროს მე როგორც პიროვნება ვარ ერთი რიგითი მოქალაქე შემდეგ შევდივარ ლიფტში სადაც მელოდება გიორგი ამირანაშვილი მან ჩამომაკითხა და დიახ გიორგი ამირანაშვილმა ამეყვანა ლიფტით გიორგი მეუბნება რომ მე ამას აქ ნამდვილად არ ველოდი რასო ჟურნალისტებსო დიახ შემდეგ მოვიდა ქალბატონი ნათია მანაც ბოდიში მომიხადა ძალიან სრდილობიანად არსებობს ქალბატონი ნათია მარტო ტელევიზორში არა მე ის ტელეეკრანიდან ვიცოდი აღნიშნე დიახ ნამდვილად არსებობს ნამდვილად მესმოდა გვერდით ოთახში ხდება საუბარი არ ქვია ამას ალბათ დაგითხრა რატო? ყვირილი არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ მესმოდა რომ უყვიროდნენ მამაკაცს. შემდეგ ნათია გამოვიდა სიტყვები ჩემთვის ცნობილი არ არის, აქ ბრძანდება ის მამაკაცი. მე არ ვიცოდი იქ ვინ იყო და ცნობილი მეთოდია, ანუ იქით გასმენინებდნენ, ხო? გასმენინებდნენ და გამოდის ნათია და ბოდის მიხდის, რომ იცით აი ის კაცი ნელა წერს იქ რომ არის და ამიტომ თქვენ ბოდის მოგიხდით. ადვოკატთან ერთად რატო არ წახვიდით? იცით რა, მე არ ვიცოდი, მე ვიცოდი რომ მივდიოდი მონიტორინგი და რას ნიშნავს ეს 252 მუხლი რას გულისხმობს რა დაარღვია აბა რატომ მოაწერეთ ხელი უკაცრავად ეს არ არის სწორი არ უნდა მოგეწეროთ ხელი მაგრამ იცით რას ნიშნავს თქვენ უნდა გეკითხათ რა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაში მედება ბრალი მაგრამ მე პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში საინტერესებდა ძირითადად მე რატომ გადაურიცხე მილიონერ უკაცრავად მე მეუბნება მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის პული. პასუხი, რა თქვენი საქმე? არა, ეს რატო არ შეიძლება უპასუხო? არა, მე უპასუხე რომ მე მილიონერ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილისთვის პული არ გადამირიცხია, მე პული გადაურიცხე მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ. ამაზე რა გიპასუხეს? ვინ მომცა პული? ნუ პული ჩემი დანაზოგია. კი. ბიძინა ივანიშვილი თუ მეხმარება? მე უპასუხე არა, რატომ არ მიგიმართავთ, არ მემართავს. იმიტომ რომ მე ამის საჭიროება არ მქონდა. და აქ რატო არ გააკეთეთ ეგეთი რაღაცა? ჩემი უფლებები გადაადგილებისა შეზღუდულია, თქო, ის გეტყობათ არა. კარგად ზამდებოდეთ, კარგად, ხო, წამოხვდეთ. იცით რა, მე არ ვიცოდი ამას რა მოყვებოდა. რა უნდა მოყვებოდა? მე არ შეიძლება საერთოდ არ გამოვეშვი იქიდან. შემდეგ ანგარიშის ნომერი ვინ მოგცათ? ყვირის. ყვირი? დიახ. აი როგორ? აი ანგარიშის ნომერი ვინ მოგცათ? აი ესე? აი მართლა ესე? მე ვერ ვიყვირები იმ დონეზე ნათია. ყვირი? ყვირილი დიახ, ისეთ საკმაოდ კაცრი და ესეთი. ნუ მანამდე კონდა ესეთი კითხვები ჩემთვის დასმული, რომ რატომ ტრიალებ ბიძინა ივანიშვილის გარშემო. მე პასუხი გავეცი, რომ მე მას საკმაოდ ადრეული წლებიდან ვიცნობ, მე და ბატონი ბიძინა თანაჯგუფელები ვიყავით, ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში. დიახ, ჯგუფელები. აი ეს კარგად იცნობთ, ხო? ადრე იცნობდით კარგად. დიახ, ადრე ვიცნობდი. მე მჯერა ამ პიროვნების. ხო, გასაგებია, მე დანაშაული ხო არ არის ჯგუფელები რო. დღემდე ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ხო და ეს 252 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რა დაარღვიეთ? არ გითხრეს? მე არაფერი არ დამირღვევია. ხო, მაგრამ თვითონ ხო რაღაცა ბრალდება წამოგიყენეს, რომ ეს დაარღვიეთო, არ გახსოვთ? ნიშნულოვანია, თქვენ გითხრეს რა დაარღვიეთო? არა. მოკლედ, ძვირფასტელი მაყურებლებო, თუ დაგიბარეს ქალბატონ ნათიას რომელიც არსებობს, არ მიხვიდეთ ადვოკატის და იურისტის 10000 ლარის გულისთვის 10000 ლარი ვერ დაუმტკიცეთ თუ საიდან გქონდათ. აი ესეთი ამბავი მოხდა. მეორე სკრეპლი კონტროლის პალატის საიდან რამდენი გადარიცხეთ? 10000 მე და 5000 საიდან გქონდათ 10000? 61 წლის კაცი ვარ და დანაზოგი
ყველას აქვს. ესე არ ვთქვი, ვითომ როცნო. კაი, ხო ვიცით რომ ეს პული მოგწეს. ეს ყველაფერი. ესე არისო, ესე არ გითხრა. კაი, არ მინდა ეხა ეგ ლაპარაკი. ბატონშალვა, სანამდე შევიდოდი დაკითხვაზე, მე და მეუღლემ გავიარეთ სხვა დაკითხვა კიდევ. ბატონ მოგელაძის კაბინეტში შეგვიყვანეს, ცალკე დაგვამუშავეს კარგად. დაგვამუშავეს, ესე იგი უნდა გვეთქვა ის, რაცაც ისინი გვეტყოდნენ თუ არა. მოხდებოდა ჩვენი სისხლისამართლებლური დევნა და მოგელაძემ აი პირდაპირ ძახით რომ მოგელაძემ 15 წუთი გვამუშავებდა აი ასე თქვენ შეგეშინდათ გეშინიათ ახლა არ მეშინიათ რატომ უნდა რაც მიზავენ ახლა ბოლოს დაგიჭერე დამიჭერე ნუ 3 წელიაო ხო მაგის ვერ დაადასტურეთ თქვენი 10000-ის 10000 დადასტურებული მაქვს და იმათ არ აინტერესებდათ მაგი დაუნტკიცე მაგრამ ის არ ჩაწერეს რაც უნდა ჩამეწერა კარგით აი ესეთი ამბები ხდება დღისით კონტროლის პალატაში გამარჯობათ მე ვარ მირაბ ჭიქაშვილი მსახიობი მუშაობ შალვა რამიშვილთან სტუდიაში სადაც ვახმოვანებ სერიალს ბანანის რესპუბლიკას გუშინ დამიკავშირდა შალვა რამიშვილი და მითხრა რომ მე პრემიის სახით დამერიცხა 50 ლარი საიდანაც ამ 50 ლარიდან 25 ლარი უნდა გადამერიცხა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე მე მოვახერხე და გავაკეთე შევძელი ჩვენი საუბრის და შეხვედრის ფარული ჩანაწერის გაკეთება. მოყვები მე რა ხო მოგურა. კარგად, შეგეძახ. მომისმენე, ესეთი თემა. კარგად მუშაობ შენ, ძალიან კარგად. კარგად ახმოვანებ და მიდის ჩვენი სერიალის საქმე, მაგრამ ესეთი თხოვნა გვაქვს, მაგრამ რა, გადავწყვიტე რომ პრემია მოგცემა 50 ლარის ოდენობით. ხო და ახალისები. და მეორე არ არის, მაგრამ და ესეთი თემაა, რომ იცი რომ ახლა როგორი სიტუაცია ტერიტორია 40 კილომეტრშია და საერთოდ დიდი ფული, რუსული ფული არის საქართველოს წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგ და მე საჯაროდ რას ვაკეთებ და რას მომგვერთია, მაგრამ სინამდვილეში მინდა იცოდე შენს და ალბათ ეჭვი არ შეგებარება, რომ ქვეყნისთვის კარგი რაც არის ის მინდა და ესეთი თხოვნა რეკომენდაცია მაქვს, რომ რა გიგა იკითხარი, არის ძალიან დიდი გაზპრომის ფული და რაღაც რუსული ფული და ჩვენ არ აქვს საშუალება ბიუჯეტის, ნუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ 50 ლარიდან იქნება 25 ლარი გადარიცხო ნაციონალური მოძრაობის ხარდასაჭერად. იმიტომ კი არა რომ რაღაც გაძალებდა, ქვეყნისთვის არის და ჩვენთვის ყოველთვის უკეთესი იქნება, ხო? ხო, ეხლა მაშინ თუ ყურაბე მოგონებულია უღაბელეშ დავრეკა. ხო, კი, აი რო გითხარი, მერაბ ჭიქაშვილს 50 ლარი ანგარიშზე დაურიცხეთ პირდაპირ პრემია დააწერეთ. ხო. კაი. კარგად. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ სავსებით აპოლიტიკური პიროვნება, გადავწყვიტე, რომ ეს თანხა თავიდან ბოლომდე დემონსტრაციულად დაუბრუნო შალვა რამიშვილს და აქვე თხოვ კონტროლის პალატას და განსაკუთრებით ქალბატონ მოგელაძეს მიიღოს ყველანაირი ზომა და კანონის ფარგლებში იმოქმედოს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. მე ახლა დაუბრუნებ ამ თანხას შალვა რამიშვილს. შალვა, აი ეს 50 ლარი, რომელიც ჩემ გადმომირიცხე და მე მინდა რომ უკან დაგიბრუნო შენ და ბოდიში, მაგრამ მე გავაგზავნებ ჩემ საქმიანობას. მოიცა მიდი ხარ სამსახურში? არა, რატომ მიდივარ? წავა, ჩავწერ. და ჩვენებად ვიმუშავ, ჩაწერა მაქვს. რა, რატო წავა? მიშა, გადადექი მიშა, გადადექი.